გამარჯობა მეგობრებო, დღეს განვიხილოთ ესეთი პროექტი, რომელსაც ქვია IRC China. თვითონ IRC China შექმნილია ესეთი გიგანტი პროექტისგან, როგორც არის Circle, რა, როგორც გინდათ ისე წაიგითხეთ და მოიხსენიეთ. მას დაფინანსება აქვს, როგორც ხედავთ, 2 მილიარდზე მეტი. თვითონ ეს პროექტი აწარმოებს ბეჭდავს, ესე ვთქვათ, USDC stable coins-ს, მე დოლართან მიმართებაში არის 1-1, ანუ USDT, USDC. და გადაწყვიტა შექმნას თავისი ბლოკჩეინი, სადაც შემდგომში შეძლებს ამ USDC ტოკენის დაბეჭდას. ადრე ეხლაც ამ შემთხვევაშიც ხან Ethereum-ზე ბეჭდავს, ხან Solana-ზე ბეჭდავს, ესეთი გადაწყვეტილება მიიღდა და ატოვეს თავისი ტესტნეტი. თვითონ ტესტნეტი ეგრე როგორ ვთქვათ, არაფერს არ გვირდებიან, რევარდებს რაღაცებს, მაგრამ როდესაც ესეთი გიგანტი უშვებს რაღაც ტესტნეტს, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. დაპირებები არ არის, მაგრამ მაინც უნდა გავტესტოთ. მას აქვს სამოდელო აქტივობა და ნელ-ნელა ეხლა განვიხილოთ ყოველივე ამ აქტივობას. მათი ოფიციალური გვერდი IRC China-ის აქვე არის, კრიპტორანქსზე გადახვალ და IRC-ს აკლიკავთ, ამას აკლიკავთ აქ, ვოძებ და გამოგიჩნდება ეს და აქ Discord-ში გაწერილანდებით, გაიგეთ ვერიფიკაციას, ეს ვებსაიტია, white paper-ი, Twitter-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მივყვეთ მის აქტივობას და ვნახოთ რას ვიდეოდას გავაკეთებთ. ესე იგი, პირველ რიგში დავკიდება ჩვენ MetaMask-ზე, რომელსაც ვიყენებთ ან OPEX-ზე. IRC ქსელის დამატება. აი ამ საიტზე ყველა მოცემული იქნება ვიდეოში ქვემოთ აღწერაში. აი აქ დააწვევით და დაემატება ქსელი თქვენს MetaMask-ზე და ეთანხმებით და დაემატება. დამატებული მაქვს დავიდო ახლა არ ვიცი. დააწერო დამატებული ბოქსო. მას აქვს ესეთი ფაუსეტი, ანუ ლონკანი. აქ აიჩევთ USDC-ს, აქ აიჩევთ ევროს, ჯერ ერთი, ჯერ მეორე. აი აქ აიჩევთ IRC testnets, სხვაზე არ უნდა გქონდეთ. აქ ჩასვოთ თქვენი საფულის მისამართს უშუალოდ MetaMask-თან, რომელთაც აპირებთ ქსელის გატესტვას და send 1 USDC-ს დააწვევით. ან ევროს, რომელიც იქნება და საფულეზე დაგერიცხებათ აი ეს ტოკენი. სატესტო ტოკენი, რა თქმა უნდა. ყოველ დღე ამას და ფაუსეთ გამოიყრებ და დაერიცხოთ ხოლმე. შემდეგი საიტი, სადაც შეგვიძლია აქტივობა მივიღოთ, არის ეს. აქ ჩვენ ყოველდღურად შეგვიძლია გავაგზავნოთ GM-ს აი გასანებია გუშინდელი და დღეს 3 საათის შემდეგ შეიძლება აი ამ GM-ის გაგზავნა. ამის შემდეგ გადავდივართ აი აქ კონტაქტ deploy-ში და ვაკეთებთ აი ამ კონტაქტების deploy-ის. აქ რა თქმა უნდა IS ტოკენი უნდა იყოს ქვემოთ ესენი სხვადასხვა პროექტებია, შეგიძლიათ სხვადასხვა პროექტებზე მიიღოთ მონაწილეობა. არ არის პრობლემა, მაგრამ როდესაც კონკრეტულად ტესტავ აი ამ პროექტს, ქსელიც რა თქმა უნდა IS-ზე უნდა გქონდეთ და IS უშუალოდ IS დააწვეთ და გამოიყენოთ. ვაკეთეთ პირველ რიგში. მე OPEX-ს ვიყენებ. თოდას ჭედავს. ამიტომ მხოლოდ ერთხელ გავაკეთებ და დანარჩენს შემდგომ თქვენ თვითონ გქენით, აი ესე უნდა გამომწვანოს, რომ ჩაგეთვალოთ, რომ შესრულებულია. იგივეს გააკეთეთ ტოკენზე, იგივეს გააკეთეთ NFT-ზე. ამის შემდეგ გადმოვხვალთ აი ამ განყოფილებაში. აქ დააკლიკებთ ეს ესე მოძრაობს რიცხვები და აქაც იგივე პროცედურას ეთანხმებით. და შესრულდება ესე თქვათ. შემდეგი არის აი ამ NFT-ს დამიტვა 0.5 USDC აღირებულება, 1 NFT შეგიძლიათ 2, გააჩნია რამდენი USDC გექნება, მისხურდით დამიტავთ აი ამ NFT-ს. ეს ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ, სასურველია, რაც მეტი აქტივობა, ამით უკეთესია. მეორე საიტი არის აი ეს
საიტი აქაც ARC-ის საკითხად აქტივებს, ოდესმე ჩამონათვალია ხოლმე. აი წავშალოთ, აქაც ეგრე არის. თქვენ ARC-ის დააწვევით, მაგ შეგიძლიათ GM გააკეთოთ, deploy გააკეთოთ. აი ეს GM-ი. დაეთანხმებით და ну, ამ შემთხვევაში აი ეს ღილაკები არის გაზიარება, აი ამის გაზიარება ხდება ესე გადაგიყვანს და თქვენ X გვერდზე მოხდება აი ამის გაზიარება რა, რო ეს შეასრულეთ აქ. ისეთი არაფერი, უბრალოდ X-ზე აქტივობა მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ეს აქ. როგორც გითხარით, ARC და აი deploy. და სად ჩამოვიყვანა? აქაც დავაწვევით deploy-ს და რა თქმა უნდა დავეთანხმებით საფუძველზე. შესრულებულია. შემდეგი აქტივობა. ეს ძალიან გადავიდეთ გავთიშოთ. Wi-Fi ესეთი დექსი. აქვს, დექს აქვს. ბიჯის განყოფილება აქვს. swap-ი გაცვლა, პულში ჩადება და პულის შექმნა. USDC როგორც ხედავთ. ნუ 18 USDC მაქვს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ვირჩევთ 0.024 ეს რანდომად აეჩიეთ ხოლმე ყოველთვის ერთი იგივე რიცხვები არ გამოიყენოთ და წვევით swap-ს დაგიწერა მინიმუმ 5 USDC-ია. ამიტომ ამ შემთხვევაში დააწევი 5-ს ან თუნდაც 5.001. იმიტომ რომ შეიძლება ბევრი წერდეს 5 და ცოტა შენი ხელწერა ქონდეს და სხვანაირი იყოს, ამიტომ ყოველთვის ესე მოიქეცით ხოლმე რა ხშირად ყოველ შემთხვევაში ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. დავეთანხმებით, ხდება ეპროვი ეგვარი ხელმოწერა ბლოკჩეინში. რომელიც დასტურებს იმას, რომ შენ ამდენად გინდა ამის გაკეთება და შემდეგ ხდება swap-ი, ანუ გაცვლა USDC იცვლება SRIS ტოკენში. რა თქმა უნდა, testnet-ია, ცოტა ბაგებია, შეიძლება ლოდინგი მოგიწიოთ, მაგრამ გაიცვლება რა. თუ არ გაიცვლება, ისე მეორედ ცვლი და ყოველ შემთხვევაში ეს პროცედურა ერთხელ არ უნდა გააკეთოთ, რამოდენიმეჯერ უნდა გააკეთოთ. გემოთ აქ ჩამონათვალი აქვს, ეხლა ეს გავთიშვა ჩამონათვალი, სხვადასხვა ტოკენები იქნებოდა, მათ შორის გადაცვალო. და ესე ტესტა უნდა ეს პროექტი. ნუ აქ როგორ გითხარით, bridge, pool-ი შექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არის ეს საიტი არის დომენი. ანუ ARC testnet-ი დომენის საკუთარი დომენი შექმნა. აქ ARC testnet-ი აქ სხვადასხვა ქსელებია, სხვადასხვა ჩამონათვალია, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ARC testnet-ი. დაეთანხმები აქ ჩაწერეთ. დავუშვათ რაც გინდა ყოველ შემთხვევაში. ARC ჩავწეროთ თვალთ რა. ARC. აი, ქვემოთე ჩამოვყვები და გიწესო ARC არის არ არის ვერ შეძლებ რა მაგას გაკეთებთ რომ გამოყენებლიო და გიწესო აი ეს უნდა ევალებ. ბათუმი თბილისი ესე გადავყოლოთ. ჩამოვყვებით. აი, შეგიძლიათ დარეგისტრირება. და დაარეგისტრირება ნუ ახლა მე არ მინდა ეს ბათუმი თბილისი ესეთი. ისა დომენი შექმნა. გააკეთებ რეგისტრაციას იგივე საფულეზე დაეთანხმები და ეგ იქნება. ნახოთ რა უნდა. აი აქ OKX-ი. ну აშუება შეგიძლიათ უარყოფა გავუკეთოთ ტრანზაქციას ну ატა აკეთებ ესე
ნახოთ რა იზამს ახლა. ნუ აქ როგორც გითხარით, სხვადასხვა ტოკენებია ჩამონათვალი, მოდი ეს გადავირჩიოთ არა. კუსა. კუსა ავირჩიოთ ცოტა გასვაპა, თუ გაგვისვაპავს. თუ გასვაპა, შემდეგ ეტყვით. კი, გასვაპა. მეპრო ვიყო. ახლა უნდა გასვაპოს. კი, აი ახლა გასვაპა. მიზეზი იყო, რომ საფულეზე სხვა ქსელი მქონდა. და არ მქონდა AES-ი არჩეული და ამიტომ აკეთებდა არასრულ ტრანზაქციას. შესაბამისად, თქვენც აქ ცებნაში AES-ი აკრიფეთ და დააყენეთ AES-ზე. და შესრულდა პულიც ესეთი არის USDC AES-ი დააწვევით. აქ აირჩევთ. ეს არ გვაქვს. აი ეს ტოკენი არ გვაქვს, ამიტომ არ ავირჩიეთ, მაგრამ გვაქვს. კუსა ხო გავსვაპეთ. ანუ რომელსაც გასვაპოთ ის, ანუ ეს სვაპიც ერთხელ და ორჯერ უნდა გააკეთო, შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ. შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ უნდა ქნათ. ავირჩიოთ 1.2 დავაწევთ art liquidity-ს. ისევ დავეთანხმებით. დაიმატება. დავეთანხმებით. და ეგ არის. ეს ის ჩაიდბალა ეს ტოკენები. და შეგაკეთებულია და ესე თქვა. აქაც შეგვიძლიათ ავირჩიოთ USDC. აქ დავირჩიოთ ევრო. cent. ეს მაგრამ არ შვება errors does not exceed the period. ნუ რაღაც პრობლემა აქვს როგორც ჩანს. გამოსწორდება შევასრულოთ მაშინ. შემდეგი საიტი, ნუ ეს განვიხილეთ, წეღან თქვით, რაც არის დომენია. აი აქაც იგივე სვაპები შეგვიძლია გავაკეთოთ, იგივე პულში ჩადება შეგვიძლია გავაკეთოთ და ბლოკჩეინში იქნება მრავალფეროვანი აქტივობა. სულ ეს იყო, რაც მინდოდა ამ პროექტზე მეთქვა. ძალიან საინტერესო პროექტია. და იმედია შრომას დააფასებენ. ნახოთ. როგორ იქნება და იქნება. ყოველ შემთხვევაში ანონსი და დაპირებები არ არის. მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი უნდა ვქნათ. ალბათ წარმატებები.